დღე და ღამე მშვიდობისა, მსოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორია გრძელდება ჰადაჰა ექსპერტ გიორგი ჯანელიძესთან ერთად. გიორგი, მოგესალმებით, მიუკაკუნეთ თანამედროვე საუკუნეს. 98 წლის ჩემპიონატის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებმა გადაიღო სარეკლამო კლიპი, სადაც ჩანს, რომ აეროპორტის შიგნით არის გადაღებული. და იქ უსაფრთხოების სისტემები რაც არის, რაშიც უნდა გაიარო, შეგამოწმოს. აი მან ხდება რა, ჟონგლიორობენ, ხან ბურთი გამოგორდება, ხან ფეხბურთელი გამოყოფს თავს, რაღაცა ესეთი. ასეთი რაღაცები 2001-დან უკვე გაუქმდა, იმიტომ რომ 11 სექტემბერი მოხდა და აეროპორტებმა უფრო დაიცვეს თავები. ასეთი ინიციატივები აღკვეთეს. ამ დროს ბოსმანის წესი უკვე შედის ძალაში. ბოსმანის წესი არის ეგეთი რაღაცა. ბელგიელმა ფეხბურთელმა იჩიულა სხვა გუნდში უნდა და გადასვლა სხვა ქვეყანაში და ვერ გადავიდა, მაგრამ უკვე ევროკავშირია ახალი კანონმდებლობით. და ის რომ ვერ გადავიდა და უარი უთხრეს ევროკავშირის ახალ კანონს ხელს უშინდა და იყო დიდი გარჩევა და ეს გაამართლეს. და ამან შეცვალა ძალიან საკლუბო ფეხბურთი. და უკვე ყველა შეუძლია ევროკავშირის მასშტაბით გადავიდეს სადაც უნდა და მანამდე თუ 3 ლეგიონერი შეიძლება და ესეც გაუქმდა. აქედან იწყება ფეხბურთში გლობალიზაცია. და 2002-ში ვართ უკვე გლობალიზაციის ზეიმში. გახსნით მატჩი სენეგალი საფრანგეთია და სენეგალის 11-ვე ფეხბურთელი, ვინც მინდორზე გამოვიდა, საფრანგეთის ლიგაში თამაშობს და საფრანგეთის ნაკრების 11 ფეხბურთელიდან ერთი თამაშობს მარტო საფრანგეთის ლიგაში. ისეთი წმინდა პოზიციაზეც კი როგორიც არის ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, უკვე უცხოელი სვენ გურან ერიქსონი. უცხოელი მწვრთნელი ყავს ორივე მასპინძელს, ჰიდინკი კორეას და ფილიპ ტრუსიე იაპონიას. 32-დან 6 ქვეყანაა მარტო, რომელსაც პრემიერ ლიგაში არ ყავს ფეხბურთელი. ნიგერიის ნაკრებში კინაღამ გამოიძახეს უზბეკეთში დაბადებული ფეხბურთელი. ესე იაპონიას, ტუნის, უკვე ყავთ ბრაზილიაში დაბადებული ფეხბურთელები და უკვე დიდი ის არის. თუ გავიხედავთ 1904-ში რა ხდებოდა ოლიმპიადაზე. და რა ხდება უკვე 2002-ში უკვე ნამდვილად ისა გვაქვს რა. ახალი სამყაროა რა. საუკუნეც ახალია და უკვე ყველაფერი ახალი. გახსნის ცერემონიალი იყო დამაფიქრებელი. სეულში ჩატარდა. ორი მასპინძელი ხო იყო? კორეა-იაპონია. კორეა-იაპონია ორი მასპინძელია და სეულში 2 საათიანი გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი ისე ჩაატარეს, რომ რაღაცნაირად იაპონია არ ახსენეს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ადრე დაპყრობილი ყავდა იაპონიას, ადრე რა 80 წლით ადრე. და ახსოვდათ. ახსოვდათ ხო, მაგრამ მერე გამოკითხვები რომ ჩატარდა ჩემპიონატის მერე კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ გაზრდილი იყო. როგორც იაპონიაში, სამხრეთ კორეის მიმართ ისე პი. ეგეთი ცუდებიც არ ყოფილან, ხო? არა, ფეხბურთი ახლოვებს კიდეც მაქვს მაგია ფეხბურთს ბევრნაირი და მათ შორის მოდი ცოტა ხანი ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაზე ვილაპარაკოთ. სხვა ამას არავინ არასდროს არ მოგიყვება. ეგეთ მოცლის თქვენ ვერ აღშერნახავთ. ერთიც და მეორეც ესენი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის მერე ახან ამერიკის გავლენის ზონაში არიან და დასავლეთის შედის ბეისბოლი, მთავარი სპორტი იქაც და იქაც მაგ დროს ეგ არის და 91-ში იქმნება სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაცია. უბრალოდ ეს პროფესიული ლიგა. ამ დროს უკვე 10 წელია გადიან იმეებს რეგულარულად.
არა, ბოდიში, 91-ში იქნება ფეხბურთის ფედერაცია. ოღონ ეს იქნება სადაზვერვო იმისი სამინისტროს ბაზაზე. ბაზაზე და სტრუქტურაში. ან თავიდანვე პროპაგანდისტული დანიშნულა 96-დან ატარებენ პროფესიულ ჩემპიონატს საკლუბოს და ამ დროს უკვე 10 წელია მონაწილეობენ რა სოფლიოზე გადიან ხო კორეა სულ გადის 86 მე სულ არის ხო მაღალი დონე იაპონიას რაც შეეხება მანამდე გამოჩნდა ერთხელ 2002-მდე პირველ თამაშს წააგო მეორე თამაშს წააგო მაგრამ გოლი გაიტანა ნაკაიამამ და ვიღაცა იაპონელი წერალი ახტაცებული ცოტა ნასვამი წერდა ლონდონის პაბში და მე გამოაქვეყნა რომ რა ამაყივა რომ იაპონია დაბრუნდა საფეხბურთო რუკაზე ოღონ ამ დროს იაპონია გავარდნილია უკვე და მესამე თამაშსაც აგებს იაპონიასთან 2-0 ამ იამაიკას ჩემპიონატი დაიწყო ადრე, იმიტომ წვიმების სეზონი იწყებოდა მე რა გადმოწიეს 31 მაისს დაიწყო. გლობალიზაცია კიდე რაში გამოიხატებოდა, იცის საფრანგეთის ნაკრებს ყავდა უკვე 51 სპონსორი. ო. შედეგად ისე გავარდა გოლი არ გაუტანია. მახსოვს ეგ და გახსოვს შემადგენლობა? ყავდა სერიას პრემიერ ლიგის და საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირები თავდასხმაში. ხო. ტრეზეგი, ანრი და გივარში, მე მგონი. 2002-ში? ხო. არა, გივარში მე ჩემპიონი ვგახდნენ მაშინ ყავდა. 98-ში ყავდა. მაშინ ვიღაცა იყო სიდნი გოუ, შეიძლება? არ მახსოვს, ხო, მაგრამ აი მახსოვს რომ სამი სამყარო ჩემპიონატის ბომბარდირები ყავდა შემადგენლობაში და გოლი ვერ გაიტანეს. სენეგალზეც ვილაპარაკოთ ცოტა ხანი. საფრანგეთო მოუგეს. ამით გადაფარეს მანამდე სკანდალი იყო ფადიგა ყავდა თქო. ხალილუ ფადიგა. ხო, მოიპარა ოქროს კულონი მაღაზიაში, ჩავიდა. ხუმრობით მოიპარაო, მე ამბობდნენ, მაგრამ ხუმრობით ოქროს მოპარვარა. საიულირო მაღაზიაში. ხო. და მე ხუმრობით ჩუმარდა დამალვა იმის. და სენეგალი კარგად წავიდა, გავიდა ჯგუფიდან, მე კიდე ერთი გუნდი გაიარა და მეოთხედფინალის წინ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეხლა მეც ვარ საჭირო და ჩამოფრინდა გუნდთან. მივიდა სასტუმროში და ხედავს ესენი სხედან და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ ერთობლივ. ხო. პრეზიდენტმა თქვა, აი უფრო სტრუქტურირებული რო იყოს მომზადებაო და შერეკეს თავის ოთახებში და ჭერს უყურებდნენ და ნერვიულობდნენ. შემდეგ თამაშდნენ და წააგეს თურქეთთან და გამოვარდა. ირლანდია იყო კიდე ამ ჩემპიონატზე კუნძული საიპანი არის იქით მაგ რეგიონში. ხო. მან ჩავიდნენ მოსამზადებლად, მან დაავიწყდათ გაფრთხილება ვიღაცის არც ბურთი დახვდათ, არც მორწყული მოედანი, არც არაფერი და იჭხუბეს. წვადებს წვავდნენ. მაკარტი იყო მწვრთნელი და როიკინი ის აყვირდა და დაძაბულობა იყო, მაგრამ ჯგუფიდან გავიდა ირლანდია, მე ესპანეთთან გამოვარდნენ იმით პენალტებით. რონალდინიო გააგდეს ინგლისთან, ეგ მახსოვრება. გამახსენე რა ქნა? რატო გააგდეს? ხშირად ითამაშა ალბათ, ხო? არ უღია საფეხბურთო წესები უკვე. მაგრამ ეს ის პერიოდია ინგლისი ყველგან პენალტებით რო ვარდება. ბორა მილუტინოვიჩი იყო ესეთი კაცი. თურამე გაურკვეველი ქვეყანა, გაყავდა მსოფლიო ჩემპიონატი. ექსერვისი ჰქონდა რა. ის რო სადღაც რუსეთის ვიზებია გახსნილი. კი და ამ ჩემპიონატზე მეხუთე ქვეყანა გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონი. ჩვენი სამსახური. ხო, ეს ჩემპიონატი ხასიათდებოდა აუტსაიდერების წარმატებით. იმიტომ რომ მეოთხედფინალში სადაც 8 გუნდი era, მოგეხსენებათ 5 კონფერენციის გუნდი იყო რა. სენეგალი ხო გითხარი? კორეა თვითონ? ხო, ამერიკა გაძურა, ამ აშშ 8 გუნდი. ხო. ნუ სამხრეთ ამერიკული და ევროპული ეს არ გვიგვრის. ხო.
თურქეთმა გვასახელა რეგიონი. გავიდა მეოთხედფინალში და მე როგორც გითხარი სენეგალს, ნანერვიულებს სენეგალს მოუგო და აქ სოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა ჰაკან შუკურ, რომელიც მე 2016-ში დადანაშაულებულ იქნება ერდოღანის წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალების მცდელობაში და გაიქცევა ამერიკაში და საცხობი აქ. დონერ? არა, არ ვიცი რის საცხობია. თურქული პურები რა ესე. შეიძლება. ამ დროს რა დღეში არის ბლატერი? ბლატერი რაღაცებს ხლართავს, გამოიჭირეს ეგეთ რაღაცაში. ჩავიდა ლიბერიაში. ლიბერიას ამ დროს მართავს დიქტატორი ტეილორი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია მისი სიძე. ეს ჩავიდა და $50,000 აჩუქა სიძეს, რომ ამერიკაშიო წადიო და საფეხბურთო მენეჯმენტი ისწავლეო, რომ მე განავითარო შენ ქვეყანაში. ის წავიდა და თან სწავლობდა და თან ფედერაციის პრეზიდენტიო. ამ დროს გავიდნენ შემთხვევით აფრიკის თასი. ოღონდ ფედერაციას ფული არ ქონდა, არ გაეშვა და არა ფორმა ჩაეცვა და რაღაცა და ჟორჟვი ამქნა ეს ყველა. ის იქ სწავლობს იმ ფული. მე ეს სწავლას რომ მორჩა დაბრუნდა და ნავთო კომპანიის ხელმძღვანელი. ესეთ პროექტებს აფინანსებს ბლატერი რა. ავსტრალია გამოჩნდა. ავსტრალიაზეც ცოტა ხანი ვილაპარაკოთ. ავსტრალია დიდხანს ვერ გადიოდა. იმიტომ წყევლა ედო. ვინ დაადო ეხა ეს წყევლა? 1970 წელს შესარჩევში. როდეზია იყო ეგეთი ქვეყანა, თანამედროვე ზიმბაბვე. ხო. 65-ში იქ მოხდა გადატრიალება და თეთრკანიანმა უმცირესობამ ჩაიგდო ხელში ქვეყანა და აპარტეიდის იმას ატარებდა პოლიტიკას და ამიტომ აფრიკული ქვეყნები არ ეთამაშებოდნენ. აფრიკულები რახან არ ეთამაშებოდნენ, ოკეანეთის შესარჩევში გადასვეს. ოკეანეთის შესარჩევში ხა იქ ავსტრალია რეალურად ეხლაც და ახალი ზელანდია და არჩენი ჯუჯა კუნძულები. და ამათ უნდა გაერკვიათ პლეიოფში გამარჯვებული, მერე ის შეხვდებოდა ისრაელს და მოხდებოდა 70 წლის სოფლიოს. ორივე თამაში ჩატარდა ნეიტრალურ მოედანზე მოზამბიკში. ორივე მორჩა ფრე. ამ ფრემ დაღალა ორივე. ამ ორი ფრის მერე ბარში სხედან ავსტრალიის ნაკრების ექიმი და ტურების ორგანიზატორი რა გადაფრენების. მივიდა ავსტრალიისვე? ავსტრალიისვე. მივიდა ადგილობრივი ჟურნალისტი და ეუბნება არ მოგბესდა თუ ეგ ფრეებიო კიო როგორ არაო. ჯადოქარს მოგიყვანთ, შეგახვედრეთ. და ის გაუკეთებს ჯადოსო. იმათ მეკარეს. ხო. კარგი მიღწევები აქვსო მაგ მიმართულებით. ოღონდ $1,000 თუ მიცემთ. ამათ უთხრეს კიო. გაუკეთოს ჯადო და თუ იმუშავა მიეცემთ. კაიო, მაშინ ჩემთან ოფისში შეგახვედრეთ. ამის ოფისი იყო ბორდელში რაღაცა ოთახი. და შეახვედრა იქ. ჯადოქარი და მართლაც იმათი მეკარე დაიმტვრა. მესამე თამაში მიმდინარეობისას და 3-1 მოიგეს. ვა. ოღონ მე ისრაელთან წააგეს მე მგონი და ვერ გავი. ხო, ნუ თქობა ეგეთი ჯადო აიღეს რა. ხო, ეგეთი პაკეტი. ჯადო მდგომარეობდა იმაში, რომ ის შეიპარა სტადიონზე და ქათმის ძულები დამარხა მეკარის საჯარიმოს. მაგრამ იმუშავა რა. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? რაც საჭირო იყო, კაცმა გააკეთა სული და გული ჩადო, ხო? კი, პროფესიონალი. ხო. თამაშს მერე მიადგა ეს ჯადოქარი ამან სასტუმროში $1,000 მომაცითო და იმათ არ მისცეს. და მაშინ დაწყევლა. ჯადომ რომ ავსტრალიაო წეული მციყავ. აქედან აქამდე არ ვიცი რა ვადით დაწყევლა, მაგრამ მაშინ ამათ გაეცინათ მაგაზე, მაგრამ წლები გადის და ეს გადიან ბიჭო, ვინ იყო ჯადოქარი ერთი? არ არის დასაკარგი კაცი. მოიცა მივალთ ახლა მაგან. ავსტრალიაში ნელა ეს თემა კივათ და ტკივათ და და აი ამ შესარჩევის წინ ადრე გაირკვა რომ პლეიოფი ახლა უკვე საკონტინენტთაშორისო პლეიოფი ურუგვაისთან უნდა ითამაშოს
რომ გავიდეს მსოფლიოს. ხო, ამათ შორის მოგებული მოხდება მსოფლიო ჩემპიონი. ხო და გაახსენდათ ეს ჯადოქარი არა გაახსენათ რომ წყევლა ადებთ და გაუშვეს ვიღაცა კაცი მოზამბიკში. რომ იქნებიყო ის ჯადოქარიო. ის პატიოსანი კაცია. ხო და გადაუხადნენ ჯადოქის. ჩავიდა ეს ამ მისით ვიღაცა, ბარა ცოცხალი არ დახვდა ის. თუმცა ვიღაცა გამოვიდა ახალი ჯადოქარი. შეგირდი იმისი? არა, სხვა ჯადოქარი რომ ვიციო მე მაგან რაც გააკეთაო და მე მოგიხსნითო რა. მე თუ გადამიხდით. რამდენს? მოხსნა რა ჯდება მაინტერესებს. მოხსნა არ ვიცი, ეგ არ არის საქმის მასალებში. ხო და წაიყვანა ეს ტიპი იმ სტადიონზე, სადაც ძვლები იყო დამარხული, ქათამი დაკლათ, სისხლი წაუშვა ამ ავსტრალიელს. მე რაღაცაში აურია დარჩენის სისხლი და გაატანა ავსტრალიაში, რომ იმ სტადიონზეო, სადაც შედიო შენო, შეიყვანა კიდე ვიღაცაო და წაისვით იქაც. ასე იყო თუ ისე. სად წაისვით? სტადიონზე მდგომებმა წაისვით სხეულს. თუ არა რაღაცა პულსაციის ადგილებში. არა, შეიზილეთ. ეგ დეტალები ახლა არ ვიცი. ურუგვაიში მოიგო ურუგვაიმ 1-0 ამ სტადიონზე იყო სიდნეიში. ავსტრალია მოიგო 1-0 და პენალტებში მოიგო ავსტრალიამ და გავიდა. წყევლა მოეხსნათ რა. სხვათა შორის ჯგუფიდანაც გავიდნენ აქ. ხო. მე კითხვა დაიბანეს ტანი და მოცილდა ის. ხორვატიასთან ითამაშეს 2-2 აქ დაფიქსირდა ის რომ შიმუნიჩი იყო ხორვატი მცველი და 3 ყვითელია ჩვენამ საჯმა. დაავიწყდა მეორე და მესამეზე გააძევა. მოგეხსენება არ არსებობს ჩემპიონატი ჩრდილი რო არ ადგეს. ეს ჩემპიონატი დაჩრდილა კორეის ხო გასვლამ დროულად დიდებულმა და საეჭვო გასვლამ როცა გააგდეს იტალია და ესპანია. ხო. იტალიელებმა უჩივლეს ეკვადორელი მსაჯი იყო ამ თამაშის. მან მაგრები მოხდა თვითონ იტალიაშიც კი. როცა აგეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ერთმა ტიპმა დაადანაშაულა იტალიის წარმომადგენელი FIFA-ში, რომ ეგ არ მუშაობს, რომ მსაჯები ჩვენ მოგვეხმარონ. ანუ ეს ისეთი განცხადება, რომ განმცხადებაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე იმაზე, ვისეც. ხო და ამ კოლუმბიელს რაღაცებს უგორებდნენ, მაგრამ ეკვადორელს ფოტოში, მაგრამ არ დასაჯეს ეს. მაგრამ მოგვიანებით ამას დაიჭერენ კენედის აეროპორტში ჰეროინის შეაკ ტრუსიკი. საჰაჯს? ხო. და 2 წელს ციხეში გაატარებს. მოკლედ გავიხსენოთ რა კონკრეტულად რა ხდებოდა მაგორ თამაში. ესე ტოტი გააგდეს, იქ რაღაცა ტომაზის კონდა მომენტი და გააჩერეს თამაში. გარეთი ისამერე ესპანეთთან იგივე, თუმცა გერმანიასთან აღარ გაუვიდათ. და გერმანია მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდე რაღაცნაირი გუნდია და ისლერი ყავთ ერთი. ხო, ფეხბურთელი რო ეთქმის, დანარჩენი გადაღრძუებულ რაღაცნა ტიპიური სებასტიან დაისლერი. ხო. და არც ჩანს ვინმე, მაგრამ ესეთი გუნდი ფინალში გავიდა. რონალდოს რეაბილიტაცია ხდება აქ, წინაზე რო იქ მოწამლა და რაღაცა აქ კარგად თამაშა ფინალში 2 გოლი, მანამდე გოლები და ეს რონალდოს ჩემპიონატად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ის ფინალი არ არის გაურკვეველი ვარცხნილობით რო გამოვიდა. ხო. აქ რო ის ქონდა რა. კუნძული. ამ ფინალში რო ყურე მეჯვარე ვიყავ. არა ფეხბურთის ფანის მეჯვარე ვიყავ. და იმანაც რო დანიშნა ხორცირია მაგაზე არ უფიქრე. კაი, ეს იყო რაც მოხდა ამ ჩემპიონატზე. ხო. მოიგო ისევ ბრაზილიამ და ჯერჯერობით უკანასკნელ. მეხუთედ ხო და უკანასკნელ. ხო, თუმცა ის რეკორდული ის დატო. ხო, 5 მაგ მომენტში არავის არ მქონია. არც ამ მომენტში ჯერ ბატონო.
წავიდეთ ახლა 2006-ში. 2006-ის ჩემპიონატის მასპინძლობაზე არის ერთი ამბავი. სამხრეთ აფრიკასაც უნდა. აქ ბლატერმა, უკვე ბლატერია აქ რა. პრეზიდენტი. ბლატერმა ეგეთი რაღაცა მაქინაცია მოიფიქრა, რომ იმას ფული გამოართვა. ოღონ გერმანიას მისცა. ოღონ იმას აპირებს, რომ მერე მისცეს. ამისთვის მოიგონა პრინციპი, რომ თითო კონტინენტი, თითო ჩემპიონატი. მაგრამ ეს როგორც აღარ აწყობდა ეს პრინციპი გააჩნდა. ეს მალევე მოხდა 2007-ში. 1-6 გამოძიება მაქვს დაკითხული იმაზე, თუ როგორ მოხდა გერმანიის ხელში ეს ჩემპიონატი, მაგრამ ვერ გავიგე ვერაფერი. აქ ფიგურირებს ტანკები, კრედიტ სუისის, გლობო რო არის ბრაზილიური სერიალების ტელეარხი. უამრავი ფუნქციონერი, ვიღაცა ოკეანეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც თავის ქალიშვილს დაურეკა, რომელიც FIFA-ში მდივანი იყო, იმან უთხრა არ გინდა, გინდა ამის ვიზიტი იქ, იმის გადბორი სხვა აქ და ვერ გავიგე რა რაღაცნაირად, მაგრამ ისინი შარში გაეხმნენ ის ბეკენბაუერი და ნერსბახი. საქმე აი მაშინ რო თქვი რომ ესენი შარში გაეხვევი. ხო. მაგრამ ეს ამდენი გამოძიება მაინც არაფრით არ დამთავრდა. ანუ ფეხბურთი და გამოძიება ვერ ძოვენ. ეს ნიშნავს, რომ ეს ამით უნდა გადაფარონ სხვა რაღაცა. ეს არ გამოძიება, არაფერს არ დაადგა. ამ ჩემპიონატზე ზიდანი რო გააძევეს ეს დარჩა იმათ რა, ხატებად ამ ჩემპიონატს. გვაქვს? კი, ხო, აი. ხო, ეს იმდენად ის დარჩა, რომ ამის ძეგლიც დადგეს მერე იმაში. ყატარში თუ ბაჰრეინში. თავს რო ურტყამს ძეგლია რა. აი ალიდან ინო რო არის ბათუმში, რაღაც ეგეთი ძეგლია ამან. მაგრამ მე აიღეს, იმიტომ რომ ისლამური ქვეყანაა და ადამიანის ის არ შეიძლება. ხო, დაუყოფა ესეთი ფორმა. ეს იყო მე-14 გაძევება ზიდანის. კარიერაში და აქედან 12 ჯერ გააძევეს საპასუხო რეაქციის გამო. ანუ ეს ადრე წამოსაკიდებადი ადამიანი არის. იტალიელებმა ეგ იცოდნენ. მე მატერაცინ წიგნი გამოცა. 259 თეორიული რაღაცა, რაც მე უთხარი ზიდანს იმენაში. აუ რამაი წიგნია. დაჟე რაღაც 259 დებილობა დაწერა, ხო? და გაყიდა. ის ბოდიში ავსტრალია აქ გამოჩნდა. წინაზე კი არა აქ. ის ჯადოს ამბავი? ხო, თუმცა არაკნინებს ეს. არანაირად. ჩემი აზრით არც იმ ჯადოქარს. ხო. და არც ამ მიღწევას. ზიდანი მობრუნდა რა, წასული იყო ნაკრები. მობრუნდა და ამოვარდა ესა. ვიღაცა იმ ვიკაშ დორასო ემზადება. ვიკაშ დორასო, ესე მახსოვს სახელდაგვარი, მაგრამ ხო და რო გაიგო ის დაბრუნდა, ეს უკვე ეს არის რა. მოიწინა, ხო. და ამ დროს ეს დაბრუნებული ფეხბურთელებს არ ჯერათ ხოლმე, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, ვიღაცებს უხარიათ ვიღაცა დაბრუნდა სიბერეში, ესე იგი ისა და საფრანგეთი ესპანეთი რო იყო, მარკამ დაწერა, რომ ეს დღეს ზიდანსო ისევ პენსიაზე გაუშვებთ. მაგრამ 3-1 წააგეს ზიდანმა გაუტანა. იტალიაში კალჩოპოლი არის ამ დროს. 3 თვით ადრე ატყდა კალჩოპოლი მოჯის აუძრეს საქმე, ნაპოლი გააგდეს ქვედა, ნაპოლი არის იუვენტუსი, სხვებს კულები დააგდეს. იუვენტუსი გააგდეს და კულები დააგდეს. ხო, ნაკრების 13 წევრი თამაშობდა იმ გუნდებში, რომელსაც ეს შეეხო. ამას დაემთხვა, რომ ანდრეა პესოტო გადმოვარდა ფანჯრიდან. მაგ დროს დაბანებებული აქ თამაშობდა იუვენტუსი. ადმინისტრაციაში მუშაობდა და ერთი ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაც იყო. ხო, მცოლი მაგას უარყოფს და მაგრამ ნუ ეხლა წარმოიდგინე ამას რო გაიგებ იქ იუვენტუსელები ბევრი იყვნენ ნაკრებში და გაიგეს ფეხბურთელი მეოთხე სართული. ოღონდ ანდრეა პესოტო არა, ჯანლუკა ბოდიში. და მერე ის იტალიელი ჩავარდა ველოსპორტსმენი დოპინგზე და ამან ბეკენბაუერს ათქმევინა რომ ასეთი ის არის აურა იტალიის ირგვლივ რომ დიდხანს ეგენი ამ ჩემპიონატზე ვერ გაკაჩავენ მალე გავარდები.
ამას გამოეხმაურა რივა ვეტერანი ვიჯი რივა, რომელმაც ბეკენბაუერის მოსაზრებას ბავშვური უწოდა. და მართალიც აღმოჩნდა, იტალია გახდა ჩემპიონი. ბეკენბაუერს რაღაცა ცუდი ის ქონდა რა. ხო, მატერაციც გააძევეს ამ ჩემპიონატზე. კი. ხო? თუ ავსები ავსტრალიასთან. მერე გაიარა იტალიამ უკრაინა, მერე გერმანია და ასე შემდეგ. გერმანიაში ამ დროს არის არც ფეხბურთელები ყავთ, არც მწვრთნელი, ესეთი უპერსპექტივო სიტუაცია ჩანს და ვიღაცას გაახსენდა ამერიკაში იყო და გაახსენდა კლინსმანი ხო აქ ცხოვრობს და ურეკა შეუხდა. და თუ იმუშავებო, იმან უთხრა მოიმაცადე მოვიფიქრო და რაღაც თავის გეგმით მოვიდა. ამ დროს ბეკენბაუერი მართავს რა გერმანულ ფეხბურთს ფორმალურადაც, არა ფორმალურადაც გავლენებით ამით და ბეკენბაუერი ეუბნებოდა ვიღაცას, რომ ეს დაიყენეო მეორე მწვრთნელად და იმან არაო და იოახიმ ლოვი დაიყენა, რომელიც მე თავის სიტყვას ხო. ხო, ესე იგი, საფრანგეთში დანიშნეს დომენეკი, რომელიც წარბებიანი კაცი რო იყო ეგ ხო? ხო. ჭაღაროგონ შავი წარბებით. ხო, ანუ ესე იგი, საფრანგეთში აქ ხდება ის საზიარო რომანი რო აქვს. აქ ხდება ის რომ ზიდანი მობრუნდა, მაგრამ ის დიდი იმედები არ არის. მაგრამ საფრანგეთი მივიდა ფინალამდე და ხო, მე ფინალში ის რო არ მომხდარიყო და მე ტრეზეგეს პენალტი რო არა ეცილებინა, პირდაპირ ზიდანს ვერ დაადებ ხელს. მაგრამ ხა ზიდანი რო ხარ, შენ თავს ვერ აპატიო შეიძლება რა, არ ვიცი ზიდანი ამას ასრულებს საკუთარ თავს, მაგრამ და ტრეზეგე რო ხარ, შეიძლება შენც ვერ აპატიო. ხო, ნუ ღამე გაგეღვიძება რამდენჯერმე მაინც და დემონები შეგაწუხა. ასე გავიარეთ 2006-ის ჩემპიონატი. მოდი გერმანიაზე ვთქვათ ორი სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ ამან რაღაცა გუნდი მოაგროვა. ხო, კლინსმანმა იძახდა, მანამდე ნათქვამი აქვს, რომ ერთი ფეხბურთელი მყავს, ის ტემპში თამაშობს, ფილიპ ლამი. არჩენის იმედი არ ქონდა. მაგრამ 8-0-ით დაიწყეს საუდის არაბეთთან, მერე კიდე 1-0 მოიგეს პოლონეთთან, მერე 3-1 ჯგუფში და ანუ კარგად რაღაცნაირად გამოცოცხლდნენ. და ნახევარფინალში იტალიამდე მივიდნენ და როგორც მასპინძელს შეეფერება, ნახევარფინალში წააგეს ლამაზად და გვამახსოვრდნენ კარგ მასპინძელს. ხო. თუმცა გერმანიაზე ბარემ ის თქვა ყველაზე დაცინვადი ლოგო ქონდა ამ ჩემპიონატზე. რომელი იყო? აი რაღაცნაირ 2006-ში ეწერა რაღაცა. ხო. ხო. აბდაუბდად. ხო, მე ხარა ვარ ლოგოს დიზაინის სპეციალისტი და რატო ხო, შენ უფრო ისტორია. ხო, რატო დასცინოდნენ არ ვიცი, მაგრამ არის ხსენებენ საამაყოთ. თვითონ გერმანს არ სიამოვნებთ, ხო? რო წამოაძახო. არ სიამოვნებთ. და მივდივართ უკვე ესე იგი, იქ ხო გავიდა 2002-ში პირველად გავიდა ფეხბურთი ევროპის და სამხრეთ ამერიკის გარეთ. ეხლა უკვე პირველად ჩადის აფრიკაში. 2010. ესე იგი 2010-ში FIFA-მ გადაწყვიტა, უკვე ნახე FIFA როგორი ის არის. ძალაუფლების მქონე გავლენების, რომ ადრე იყოფდნენ მასპინძელი და FIFA შემოსავალს იყო. 2010-დან FIFA-მ თქვა რომ ეხავდნენ რა. ხო. მთელი შემოსავალი მე პლუს ამას საგადასახადო შეღავათები ჩემპიონატის დროს. სამჯერად იყვება. იმის მერე სულ ეგ ხდება რა 2010-დან. შესაბამისად იმის მერე საეჭვო ქვეყნები ატარებენ ხოლმე რა. სამხრეთ აფრიკა მერე ჩვენ ნახავთ რუსეთს, მე ნახავთ ყატარს და ასე შემდეგ. ასევე საუდის არაბეთზე 2034-ზე აქვთ ეჭვები. ხო, იმიტომ რომ მე პრეზიდენტმა თქვა ერთთვის მე რომ მორჩა ჩემპიონატ ჯეიკობ ზუმამ, რომ 10 ჯერ ძვირი დაგვიჟდაო ვიდრე ვფიქრობდითო და 10 ჯერ ნაკლები შემოსავალი მივიღეთ ვიდრე ვფიქრობდით. ესე კარგად გქონდათ დაგეგმილი ეს ჩემპიონატი.
თქვიან კაც დაათულებინეს. ხო, მაშინ გაჩნდა გამოთქმა ან გააქტიურდა და გამოთქმა თეთრი სპილო. თეთრი სპილო ეს არის სტადიონი, რომელიც ძვირიжდება და ჩემპიონატს ჩაატარებს და მე რა უყო აღარ იცი. ეს მე ბრაზილიაშიც იგივე მოხდება და არა მარტო საფეხბურთო ობიექტებს ეხება. ოლიმპიადაზეც იგივე პრობლემაა. ხოლმე ათენის, პეკინის და ასე შემდეგ. მოკლედ თეთრი სპილოები დარჩათ. და აქ მე ჟურნალისტებმა ნახეს ადგილები, სადაც დურბანი არის ეგეთი ქალაქი. ცნობილია რაგბის გუნდი, ცნობილია მარიხუანას ჯიშით. რაღაცით ესახელი. ბრენდით. ხო და სარაგბო ქალაქი ხო იყო და კარგი სარაგბო სტადიონი აქვს. და ან ის რო გამოიყენებინათ, ან გაერემონტებინათ, მაგის მე გვერდით აუშენეს საფეხბურთო სტადიონი, რომელიც იმ ერთი თვის მერე თეთრი სპილო გახდა. მანდელა ჩართეს ცოცხალია ჯერ მანდელა ამ კამპანიაში და გაუშვეს ტრინიდადში, რომ იქ სამი ხმა იყო ჰქონდათ იმ რეგიონს და ესი და მაგრამ მე აღმოჩნდა რომ მაინც კორუფციულად ჰქონდათ ნაყიდი მას მინდობის გასვარეს კაცი რომელიც ციხეში და ახევარ ცხოვრებაზე მეტი იმის პრინციპების გამო ფეხბურთმა მოახერხა და გასვარა დააბინძურა უკვე 90-ს გადაშორება მაგრამ აქვს ფეხბურთ მაგიაც აქვს ხო მარადონა დაბრუნდა როგორც წვრთნელი დააბრუნეს იმიტომ რომ შესარჩევში უჭირდა იმას ცუდად მიდიოდა რა არგენტინა და არგენტინას გაჭირვების დროს ხშირად ახსენდებოდა მარადონა როგორც ფეხბურთის დროს ეხლა წვრთნელობის დაბრუნდა და მართლა მოიგო პირველი თამაში ვენესუელასთან, მაგრამ მეორე 6-1 წააგო. ხო, მარადონა დააბრუნეს, სულ ქონდა 23 თამაში ჩატარებული როგორც წვრთნელს და 3 ქონდა მოგებული. მაგრამ მარადონა დააბრუნეს და პირველი მოიგო, მე 6-1 წააგო, მაგრამ ურუგვაისთან მოიგო და გავიდნენ. და მანდ ეს არის კადრი მახსოვს, რომ დიდხანს ტუნავს გახარებული და ეცემა მე. ხო, მან უკვე წონა ქონდა ხო. გემრიელად ქონდა დიეგოს. კი, საფრანგეთში არის ცუდი ამბები რა. რიბერი ბენზემა გოუ არასრულწლოვან ესკორტთან ერთად შენიშნეს. და მე საბოლოო ჯამში გაამართლეს, მაგრამ სანამ გაგამართლება ხო დრო გადის და აქამდე ეს მოინათლა ეს თაობა როგორც ნაგვის თაობა. ასევე რიბერი ტოქსიკურ რაღაცებს გამოიჭირეს, იმიტომ რომ გურკუფი გახსოვს ეს ფეხბურთი გამთამაშებელი. ხო. განათლებული. ივონ გურკუფი. ხო. ელეგანტური განათლებული ტიპი იმას არ მოწონდა, იმიტომ რომ ეს წიგს კითხულობდა ხოლმე ავტობუსში და გადაუგდო ერთხელ და რა. რიბერი? ხო. ვაუ. ხო და სიდნი გოუ წუწუნებდა მე იქ სამხრეთ აფრიკაში ჩავედით, ახალი სამწვრთნელო შტაბი წამოგვაყოლესო, ანუ მწვრთნელი კი არა, დანარჩენი. ესენიო საფარიზე ატარებდნენ დროს ძირითადად. ნადირობდნენ და თვალიერებდნენ. ერთი მოვიდა და ავტოგრაფი მთხოვა და თან მითხრა სახელი მიმიწერეო. არ იცოდაო შეგვიძლია. თავისი მწვრთნელზე ამბობს. გერმანია გამოდიოდა უცნაურად. თუ პირველ გოლს გაიტანდა, ვეღარ აჩერებდნენ მე. ხო, 4-1 მოიგო ინგლისს, 4-0 არგენტინას. და მაგრამ თუ გაუშვებდა უჭირდა სერბეთთან წააგო განასთან ფრე და მე ესპანეთთანაც ეგეთი ბედი ერგო მაგ დროს ყავთ კლოზე, პოდოლსკი და მიულერი. მიულერი უკვე იწყებს იმ დაგროვებას. მალე დააგროვებს 15 გოლს, სადაც იმ ელიტაში შევა ბომბარდირების, მაგრამ მე ვეღარაფერს ვერ იზამს. 15-ზე გაიყინება ან 15-ზე მივიდა ისეთ ასაკში, რომ ხო, მე უკვე ძნელი იყო. არა, მე გონია რომ რა გადარჩა. არ არის მან დასაკოვანი, მართალი ხარ. ხო, მაგრამ მე ვეღარაფერი. იტალიაში ლიპი წავიდა და მე დონადონი იყო ევროპის ჩემპიონატზე, მე ისიც წავიდა და ისევ ლიპი მობრუნდა.
მაგრამ აქვე რუშე ერაფერი ვერ ქნის. ჰოლანდია გამოჩნდა ვანმარ ვიკმა ბერტმა ვამბომელ დეიონგი იყო შუაში და ჰეიტინგა იდგა უკან და უმისამართოდ იგერიებდა. ხო, მიულერს 15 კი რა 10 აქვს, მაგრამ სწრაფად მიდიოდა რა 5-5 და მე კიდე შანსი ჰქონდა, მაგრამ გაჩერდა. ჰოლანდია კარგად დაიწყო. კარგად დაიწყო და ფინალში არ მივიდა. რა თქმა უნდა. ხო. ოღონდ უკმაყოფილება იყო ჰოლანდიაში. და მაგ დროს გადმოაკეთეს ტაქტიკა და იქ ჰოლანდიაში არის ბევრი ხალხი, ვინც ამბობს 4-3-3 თუ არ არის, არ მაინტერესებს. 8-0 რომ მოიგოთ, ეს არის ღალატი და სულში ჩაფურთხება ჩემთვის. ეგ მარტო ნაკრებში არა, აიაქსშიც მასე ახალი მცველი რომ მიდის, იქ კონტრაქტი უწერია. ხო, ყველა გუნდში 4-3-3. ესე უნდა ითამაშო, არ მაინტერესებს მე ხედვები და რაღაცეები. კი. არის ძმაო, გინდა. კი. ამ ჩემპიონატიდან ლუის სუარესის ხელი გვახსოვს ალბათ, ასამოაგიანი ურთმდა და ხელით გამოიტანა და გააგდეს და ეკარემა იყო, მაგრამ პენალტი აიღო თუ ააცილა იმან. აიღო მე მგონი. არა, მე მგონი ააცილა. მე მგონი აიღო. გაის, აიღო. ან აცილა. ჩემი და და მაგაზია უნდა სუარესი რომ ეს არის ღმერთის ხელი. ნამდვილად. მუსლერა იდგა კარში. ეს მუსლერა მე დიდხანს იქნება იმაში. ურუგვაის მეკარე და ასევე დიდხანს იქნება გალათასარაის მეკარე. და ეხა ბოლოს გადავიდეთ იმაზე რა, ჩემპიონ გუნდზე. ესპანეთი. ხო, ამ დროს დანიშნეს დელ ბოსკე. დელ ბოსკეს მამა იყო მიყვარს ესეთ დაწყები. დაიბადა ღარიბი ნაცი ხარი კაცი იყო რა. დემოკრატიული მას უჭერდა მხარს და პროკლამაციებზე თუ რაღაცას და პოლიტპატიმარი იყო და არა ისა სამოქალაქო შეიარაღებული ძარცვა ხო და ეს დელ ბოსკეც რაღაც პროკავშირები და რაღაც ესეთ წარსულია სანამ ფეხბურთში მოხდება მე იქ რეალში რაღაცა უგორეს მიუხედავად იმისა რომ ორჯერ ჩემპიონთა ლიგას ორჯერ ჩემპიონატი მოიგო ეგ და იერო გააგდეს აი ძულეს წასულიყვნენ მაგრამ ამის ბედად იერო დანიშნეს ფედერაციაში თანამდებობას და იმან წაიყვანეს ნაკრებში ხო და აწყო ამან გუნდი რომელმაც პლეიოფში გოლი არ გაუშვა საერთოდ მაგ ჩემპიონატზე გახსოვს და რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ ესპანეთი გახდა პირველი გუნდი რომელმაც ზედიზედ მოიგო 3 დიდი ტურნირი ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი და მე მგონი ამ პლეიოფებში არც ერთ გოლი არ გაუშვა. მაგდენია კაფეც. ხო. ის არის. და ამათ შორის კიდე 35 თამაშიანი წაუგებელი სერია ქონდა. ამ იმებს ჩემპიონატებს რომელიღაცა ამ სამიდან ორ შორის. უბრალოდ ის იყო რომ პირველი თამაში წააგეს ამ ჩემპიონატზე. ჰოლანდიასთან. არა. კი. შვეიცარიასთან მგონი 1-0. ჰოლანდია მახსოვს მე? ჯგუფს ერთად იყვნენ? ხო. ისა რობენი რო გაიქცა და მე ასილასი რო დააგდო და ზარემკაში რო გაიტანა თან აგებდნენ. ხო, ნუ მოკლედ პლეიოფში რო გავიდოდნენ, მე წებდნენ იმას. ამ დროს უკვე არიან ხავი ინიესტა. ხავი ინიესტა გამოჩნდნენ. ჩვენ ადრე რო ყვებოდით მე-19 საუკუნის ფეხბურთზე. იქაც ხო მოგიხევი ხავი ინიესტა რო იყო იმ დროინდელი. კი. ტეილორი და ბლეკბერნი. გვარები შენიცი. ხო, მე მგონი არ მომეყოლი. მაშინ ისე გიქნებდი თავს. მოკლედ, მაშინ ხო იყო შეფილდი რომ ვინც იყო პირველი კლუბი, მაგარი გუნდი იყო ყველას უგებდა და მაგის ერთი წევრი წერს რომ ერთ გუნდს რომელსაც უგებდით სულ უგებდით ხოლმე უპრობლემოდ, ერთ დღეს მოვიდნენ დაგვანგრიეს. იმიტომ რომ ორი სამხედრო და ეგ ცალკე მომიყევი. ხო და კომბინაციები მოიგონესო რაღაცა, რაც არ გვეგონა თუ ადამიანის ფანტაზია წარმოიდგენდა ფეხბურთის კომბინაცია. ხო, რა პასი მომენტი მე გავიქცევი და მე იქ დამახვედრე. ხო. და დაგვანგრიესო და ეს მაშინდელი ხავი ინიესტა 19 საუკუნის
ბლეკმენი და ტეილორი. და აქ უკვე ნამდვილი ხავი ინიესტა. კი ბატონო. ბატონობდა, თუმცა ინიესტა ის იყო ამ ჩემპიონატზე. ტრავმა ჰქონდა და რაღაც თამაშები ჯგუფში არ უთამაშა. და პირველად გახდა ესპანეთი, ანუ ეს ჩემპიონატი იყო პირველი აფრიკაში, პირველი დებიუტანტი ჩემპიონი თუ რა კი არა და პირველი ფინალი ახალი ჩემპიონი. ახალი ჩემპიონი პირველი ფინალი იყო, სადაც ვისაც არ უნდა მოეგო ახალი ჩემპიონი იქნებოდა. ჰოლანდია და ესპანეთი. ჰოლანდია, ესპანეთი. ოახრავი ნერვიული მაქვს თამაშზე, გიო და შენ არიცი. ერთმა ბოროტმა ჟურნალისტმა ესე შეაფასა ეს ჩემპიონატი. თეთრი სპილოების გავლენით, როგორც ისტორიაში ხშირად ხდებოდა, ევროპელები მივიდნენ აფრიკაში, გააფუჭეს სიტუაცია და წავიდნენ. ეხლა უკვე გადავდივართ ახალ თავზე მსოფლიო ფეხბურთში. ეს არის 2014 წლის ჩემპიონატი ბრაზილიაში. 14, 18, 22. ხო. კაი. ბოლო ვიდეო მაგაც უკვე.